ცისფერყანწელთა სახელით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ის ქართველი პოეტები და პროზაიკოსები მოღვაწეობდნენ, რომლებიც საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეები, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაულო იაშვილი და ბევრისთვის დღემდე უცნობი ელენე დარიანი. სიმპათიური ქალბატონი იყო და საკმარისი იყო 15 წუთი დალაპარაკებოდა ადამიანს. თუ მამაკაცი იყო შეუყვარდებოდა აუცილებლად. ესეთი იმდენად ღრმა, დიდარი, შინაგანი ბუნებით და საოცრად კეთილშობილი ქალბატონი იყო. ქართულ ლიტერატურაში პირველი ეროტიული ლექსების ავტორი, ამ ვარაუდმა ელენე დარიანის სახელი მსჯელობის საგნად აქცია. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ მას და პაულო იაშვილს ერთმანეთი უყვარდათ. სწორედ ამ უკანასკნელს უძღვნიდა ელენე ლექსებს. მკვლევარები ამბობენ, რომ პაულო მათ არედაქტირებდა და საჯაროდ ისე კითხულობდა. ლექსების ეროტიული ბუნების გამო მას ავტორის ვინაობა არასდროს გაუმხელია. იმას ვიტყვი, რომ ეს ლექსები ეროტიკული არ არის ჩემი აზრით. ამ ლექსებს ალბათ უფრო ეწოდება ბნებიანი ლექსები, ცოტა თამამი ლექსები, რომელიც იმ პერიოდში იყო. დღევანდელი გადასახადებიდან ეს ვერ ვიტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებულად ეროტიკული ბუნების მატარებელია ეს ლექსები. თუმცა იმ პერიოდისთვის იყო ძალიან თამამი ლექსები და თამამი უფრო ჩანდა იმიტომ, რომ ეს იყო ელენე დარიანის მიერ დაწერილი, ანუ ავტორად მოიაზრებოდა ქალი. ელენე დარიანი სინამდვილეში გვარად ბაქრაძე იყო. მისი პირადი არქივიდან ირკვევა ფსევდონიმის წარმოშობის ისტორიაც. მეო ერთ დღესო პაულოს უთხარია, ხო, რომ შენო დარიანი ხარ. ხო და უფრო სწორედ უთხარიო დორიანი. ხო, დორიანი მოეწონავა ჯერ ახლა და დორიანი მოგეხსენებათ, ხო? და დორიან გრეიო კი ბატონო, მაგრამ მე უცებო უარი მითხრაო. დორიან გრეიო ბოროტი კაცი იყო და ლამაზი კი იყო, მაგრამ ბოროტი კაცი იყო და ხო, არა, ხო და რა ვიკამათეთო. მაშინო დარიანიო. და შევთანხმდი, მაშინ შენც დარიანი იყავი. და ერთმანეთს ვეძახდითო დარიანებს. ესენი ორივენი იყვნენ დარიანები. დარიანული ციკლის 14 ლექსი პაულოს გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ გამოცემულ მის პირველ კრებულში დაიბეჭდა. დავით სწორედ აქედან იწყება. როგორც ზულა ალხანიშვილი ამბობს, ელენე დარიანმა ამ კრებულის გამოცემისთანავე ამოწცა საავტორო უფლების დაცვა. როცა გამოიცა პაულოს ლექსების პირველი კრებული და იქ რო შევიდა ეს ლექსები, იქ ელენე დარიანი არ ეწერა. ანუ იქ იყო როგორც პაულოს ლექსები. როგორც ელენეს ჩანაწერებიდან ირკვევა, ელენე მიიმართა გამოცემლობას, რომ აღედგინათ მისი ავტორობა, თუმცა მაშინ ეს ვეღარ მოხერხდა. როგორც ელენე დარიანის დიშვილი მარინა მხეიძე იხსენებს, ელენე ძალიან წუხდა დარიანული ლექსების მის ავტორობაში ეჭვმა ეპარებოდათ. ძალიან დარდობდა იცით. არ ვიცი ეს თქმელი არის თუ არ არის, მაგრამ დავდობდა იმაზე, რომ ირაკლი აბაშიძემაც იცოდა ვინ არის ელენე დარიანი. მისმა ძველმა მეგობრებმაც იცოდნენ და მაინც იყო რაღაც სულ სხვა ლაპარაკები და ამას დარდობდა. ელენე დარიანს მიეძღვნა ივლისში ლიტერატურის მუზეუმში გამართული გამოფენა. ორგანიზატორის თქმით, მიზანი ელენე ბაქრაძისა და ელენე დარიანის იდენტურობის დამამტკიცებელი მასალების ერთად თავმოყრა და გამოფენა იყო. ამ გამოფენაში გამოფინეთ ფაქტები, რომელიც აბსოლუტურად სუბიექტური არის. ნებისმიერი ადამიანი თავის სიმართლეს იპოვის ამ ყველაფერში და ხაზი გაქვს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ გამოვყენთ ფაქტებს და თითოეულმა დამთვალიერებელმა თვითონ გადაწყვიტოს, რას დაუჯერებს. მკვლევარების აზრით, რომ არა გასული საუკუნის 30-იანი წლების პერიოდი და მის სახელთან დაკავშირებით დღემდე არსებული გაურკვევლობა, შესაძლოა ელენე დარიანი ქართულ ლიტერატურაში ეროტიული პოეზიის ფუძემდებელადაც კი ქცეულიყო. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მის ფენომენს ცალკე შესწავლა სჭირდება.